ირაკლი კობახიძემ აიათოლა ალი ხამენეის შვილს მოჯთება ხამენეის ირანის უმაღლეს ლიდერად არჩევა მიულოცა. წერილი მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საქართველოს მთავრობის სახელით გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. ირანელ ხალხს უსურებ მშვიდობასა და კეთილდღეობას. ვკითხულობთ კობახიძის წერილში. ირანის ახალ უმაღლეს ლიდერად მოჯთება ხამენეის არჩევას დღეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოში ისრაელის საელჩო. სახელი შეიცვალა, მაგრამ რეალობა არა. მოჯთება ხამენეი უკვე მრავალი წელია იმ სისტემის ნაწილია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში პასუხისმგებელია რეპრესიებსა და ძალადობაზე. წლების განმავლობაში კი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან. პირდაპირ მონაწილეობდა ირანში სახალხო პროტესტების ჩახშობაში და ასოცირდებოდა გადაწყვეტილებებთან, რომლებიც რეგიონში მოქმედ სამხედრო პროქსი ჯგუფებს უჭერდა მხარს. ეს არის სწორედ ის სისტემა, რომელმაც ჩაახშო განსხვავებული აზრის საკუთარ ქვეყანაში, დააპატიმრა და სიკვდილით დასაჯა ოპონენტები და გააღვივა კონფლიქტები ირანის საზღვრებს მიღმაც. რომელიც ახლა ირანის რეჟიმს ხელმძღვანელობს, არის როგორც პროდუქტი, ასევე არქიტექტური იმავე რეპრესიებისა და დესტაბილიზაციის მექანიზმისა, რომელმაც განსაზღვრა ალი ხამენეის ეპოქა. 88 აპრილისგან შემდგარმა ექსპერტთა ასამბლეამ მოჯთება ხამენეი ირანის ახალ უმაღლეს ლიდერად აირჩია. ეს მას შემდეგ, რაც აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა.